მოგესალმებით მეგობრებო, ამ ვიდეოს ვაკეთებ იმისთვის, რომ რაღაც კომენტარები გავაკეთო სადგურუს ვიდეოზე. ანუ ვეძებდი რა რაღაც იოგა სუტრაზე რაღაც ვიდეოებს და ნახე ვიდეო, რომელშიც არის ძალიან ბევრი არასწორი ინფორმაცია რა, უბრალოდ ცოტა გამიკვირდა კიდეც, რომ ამდენი ტყუილი ინფორმაცია როგორ არის მოთავსებული ამ ვიდეოში. რაზეც საუბრობს სადგურო. და ითვლება, რომ თითქოს რაღაცა გაეგება საერთოდ იოგაში. ხო და ხო არსებობს ანუ წყაროები, ანუ ყველას აქვს ინტერნეტი, წიგნები, დაუშვათ რაღაც გადამოწმება ხო შეგვიძლია რაღაცების და მე ვიკვლევ წლების განმავლობაში იოგას ისტორიას, ანუ თარგმნი კიდეც და გამიხარდება თუ რაღაცა ახალს აღმოვაჩენდა, თუ რაღაცა მე ვამბობ რაღაც არაზუსტს, კი ბატონო, ანუ ეს ჩემი წყაროები არ არის, ანუ სამეცნიერო ასე ვთქვათ, ყველაზე წარმატებული მკვლევრების მიერ მიღებული ცნობები არის რა, რასაც მე ვეყრდნობი. შეიძლება ესენი იყვნენ ვთქვათ გერმანელები, ინგლისელები, ამერიკელები, თვითონ ინდოელები არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ საუბარია რაღაც წყაროებზე რა. ხო და ხო, მოდით დავიწყოთ ეს ვიდეო. ესე იგი, ესეთი ვიდეოა რა. उतरे मुझ में आदि योगी მუსიკაზე თუ არ დაბლოკეს. So when Adi Yogi transmitted the fundamental mechanics of how human system is made. When we say human, ხო, ანუ თან თარგმნი ახლა შეიძლება ინგლისური არ იცოდეს ბევრმა და ანუ ადი იოგმა, ანუ პირველმა იოგმა გადმოსცა ფუნდამენტური მექანიკა, როგორ ფუნქციონირებს ორგანიზმი. და ამ ადი იოგში გულისხმობს შივას. არა და შივა ძველ პერიოდში საერთოდ არ იყო მნიშვნელოვანი ღვთაება ინდოეთში, ვედურ პერიოდშიც. ვიშნუ და შივა არ იყვნენ ძალიან მნიშვნელოვანი ღვთაებები. და მეტიც, ანუ იმ პერიოდში საერთოდ არც არის იოგა ნახსენები საერთოდ ამ კონტექსტში და არც სხეულის მექანიკაზე საერთოდ არ არის საუბარი. ხო და ესე იგი თქვენ ნახავთ მე სადგურო გულისხმობს, რომ თითქოს 1000 წლეულების უკან რაღაც იოგა არსებობდა, თან სისტემატიზირებული იოგა არსებობდა და ხო ეს როცა მარტო სადგურო არ ამბობს, ანუ სხვებიც ამბობენ ხოლმე, რომ იოგა არის 5000 წლის წინ, რატო? იმიტომ რომ ინდოეთის ეს ძველი ცივილიზაცია, ჰარაპის ცივილიზაცია არის 5000 წლის. აი როგორც პარალელურად ეგვიპტის ცივილიზაციისა და ამ ცივილიზაციის გათხრების დროს აღმოაჩინეს აი ეს თიხის ბეჭედი, რომელზეც მკვლევარმა ჯონ მარშალმა თქვა, რომ აი ესო ძალიან გავსო შივასო. და ან პროტოშივა, ანუ ესე იგი შივას ღვთაების წინაპარიაო და ისე ზისო თითქოს მედიტირებსო და რადგან მედიტირებსო, ესე იგი იოგა მაშინ იყო. ანუ ჯონ მარშალის მოსაზრება არის, ეს მე-20 საუკუნის 30-იან წლებში ნაპოვნი რაღაც არის. სხვა რამე წყარო არ არსებობს, რომ რაღაცა იოგა არსებობდა მაგ დროს. ხო და მერე სხვა მკვლევრებმა უარყვეს, რომ ეს ვერ იქნება წყარო იმისა, რომ იოგა არსებობდა, იმიტომ რომ ეს ესეთი ჯდომა ძველ დროში ნიშნავდა სამეფო ჯდომას და მარტო შივა ჯერთი ეს ვერ ვიტყვით, რომ შივა არის თუ არ არის. ანუ რაზე უნდა ასე ვთქვათ შეატყო ზუსტად, ხო, მაგრამ ბევრი სხვა ქანდაკებები არის და სხვა გამოსახულებები არის ნაპოვნი, სადაც ზიან და რაც არის გამოსახულება სამეფო არისტოკრატული წარმომავლობის, არა მარტო ინდოეთში, იმ პერიოდში ჯდომა იყო ასოცირებული სამეფო წარმომავლობასთან რა. ხო, მოკლედ, ამაზე სტატია ჩვენ საიტზე დევს, მაგრამ აი რა, მე მგონია ეს უფრო რაღაც ნაციონალისტური რაღაც არის, რომ ჩვენი რაღაც ტრადიცია ძალიან ძველია და იოგა ძალიან ძველია, ხელოვნური რაღაცა. იოგა არის არა 5000 წლის, იოგა როგორც სისტემა არის 2500 წლის დაახლოებით, რაც ჩვენ ვიცით. ხო, ამ განვაგრძოთ ვიდეო. human system, we are not just looking at your kidneys, liver, this, that.
the fundamental human system, how it is created from within and how it manifests itself, how it functions and what we can do about it. One thing is to live a healthy… თითქოს ეს მწოდნა, ანუ როგორ ფუნქციონირებს ორგანიზმი და არა მხოლოდ ფიზიკური ნაწილი, გადმოსცა ათასობით წლების წინ ადი იოგმა, ანუ სადგურუს აზრით შივა. In complete life, another is to take it as an instrument to მაგრამ თან გვეუბნება სწორ რაღაცას, რომ სხეული არ არის თვითმიზანი, ინსტრუმენტი არის და ამის მეშვეობით explore mystical dimensions of life. ჩვენ უნდა აღმოვაჩინოთ მისტიკური განზომილებები ცხოვრებისა. As an instrument to become a receptacle of knowing. So this he taught in 7 different ways. და თითქოს ეს 7 სხვადასხვა გზით ასწავლა ნამადი. He categorized it into 7. It's from that all this misunderstanding of 7 chakras. და გვეუბნება, რომ ესე იგი ადი იოგმა ათასობით წლების წინ 7 გზით ასწავლა, 7 მეთოდით ასწავლა მოძღვრება და აქედან მოდისო, ესე იგი არასწორი ინფორმაცია გაუგებროვებიო 7 ჩაკრასთან დაკავშირებითო და ნამდვილად მაქედან არ მოდის, იმიტომ რომ ჩაკრები საერთოდ არის შუა საუკუნეების მოვლენა, შეიძლება თქვათ 10 დაახლოებით 10-15 საუკუნის მოვლენა არის საერთოდ და ინდოეთში საერთოდ არც არსებობდა 7 ჩაკრის თემა. ინდოეთში საუკუნეების განმავლობაში დომინირებდა 6 ჩაკრის. ეს 7 ჩაკრის თემა გაჩნდა, ეს გაუგებრობა თუ ამას შეიძლება ესე უწოდოთ, უფრო ევროპულ ოკულტიზმში არავითარი კავშირი არ აქვს ამ გაუგებრობას აი ამ ადი იოგის რაღაც 7 რაღაც ნასწავლ რაღაც მოძღვრებასთან, რომელსაც არ ასახელებს რა 7-ზე all this stuff. He categorized it as 7 basic segments in which you could teach. So 7 schools of yoga started. ანუ 7 იოგას 7 სკოლა თურმე დაწყებულა მაშინ. But as days went by or years went by or centuries and millennia went by, როცა გაიარა წლებმა საუკუნეებმა და 1000 წლეულებმაო, ესე იგი რა თარიღებზე არის საუბარი საერთოდ. People started specializing. They say ხალხმა დაიწყო ამ იოგას 7 სახის იოგის სპეციალიზაცია. That time over 1800 schools და 1800 სკოლა წარმოიქმნა, ხო? და მაგრამ რა სკოლები არის, ანუ ეგეთი ცნობა უბრალოდ არ არსებობს იმ პერიოდში, რომ 1800 ეგეთი სკოლა რამე არსებობდეს ან დადასტურებულად, ან რამე მიახლოებულად მაინც. Distinct types of yoga were established in India. So somewhere around 3200 years ago, Patanjali Maharishi came. ესე იგი 3200 წლის წინო მოვიდაო მაჰარიში, პატანჯალიო. ანუ რიში ბრძენს ნიშნავს რა. მაშინ როცა პატანჯალი იყო მე-5 საუკუნეში, ანუ უფრო მე-4 საუკუნეში, ახალი წელთაღრიცხვით, რა 3200 წლის წინ. ამაზე საერთოდ არც ერთი მეცნიერი სერიოზულად ამას არ განიხილავს, იმიტომ რომ პატანჯალის იოგა სუტრაში რაც წერია, მე წლები ვთარგმნი ამ ტექსტს და ანუ ყველაფერი მაინტერესებს ამის ირგვლივ რაც არის. როგორ იქნებოდა თუნდაც არა მე-4 საუკუნეში, ანუ თუნდაც 1 საუკუნით უკან, როდესაც იმ სუტრაში, პატანჯალის იოგა სუტრაში არის მე-4 თავში არის პასუხი ბუდისტებს. ბუდისტების კონკრეტულ სკოლას, რომელიც დაარსდა მე-4 საუკუნეში. ეს ხო ანაქრონიზმი არის, ხო, ანუ პატანჯალი პასუხებს ესე იგი იოგაჩარა ბუდიზმს, ჩიტამატრა თეორიას, რომ მხოლოდ ცნობიერება არსებობს, ამას აკრიტიკებს მე-4 თავში, ეს დაიწერა სადღაც 350-დან 400 წლამდე პერიოდში, ამას პასუხობს პატანჯალი და თურმე მანამდე ყოფილა კიდე 2000 წელი. ეს იმდენად აბსურდული რაღაცა არის, რომ ანუ არავინ არ განიხილავს ამას საერთოდ სერიოზულად. თუ არა და რამე ერთი წყარო მაინც რო იყოს, მე შევცვლი, მე რაც მიწერია წიგნში, აი აბსოლუტურად შევცვლი და ყველას გავაგებინებ თემ სოფლიოში, რომ თურმე სხვანაირად ყოფილა საქმე რა. ხო, ის რომ
ის რომ აი მაგალითად კი ბატონო თქვათ ის დასტურდება რომ მე-4 საუკუნეში იყო მინიმუმ, იმიტომ რომ კი ბატონო, ანუ ის არის პასუხი ბუდისტებს იმ სკოლას, რომელიც მე-4 საუკუნეში დაარსდა, მაგრამ ხო შეიძლება პატანჯალი უფრო გვიან ყოფილიყო. მაგრამ სადღაც მე-5 საუკუნეში თვითონ პატანჯალი არის ორ წიგნში თვითონ დაკომენტარებული, უბრალოდ ნაციტირები. ეს არის ლოგიკის სახელმძღვანელო ერთი და მეორე არის გრამატიკის სახელმძღვანელო. სპოტა თეორიაში არის, ანუ სპოტა თეორიის მე-5 საუკუნის კომენტარებში არის დაციტირებული. ამიტომ ვიცით რომ დაახლოებით 450 წლამდე იყო და 350 წლის შემდგომ. გერმანელი მკვლევარი ფილიპ მასი ვარაუდობს, რომ ის დაახლოებით, ანუ 400 წელს, ანუ ყოველ შემთხვევაში იოგასუტრა დაახლოებით ამ პერიოდის ტექსტი არის. When he came, he tried to assimilate all this into Yoga Sutras. So he assimilated these 1800 different types of yogas into little over 200 Yoga Sutras. ხო, ну, აი რაში უნდა დაეთანხო, რომ რაღაცა შეკრიბაო, ანუ ეს 1800 სკოლაო, ხო, ანუ აბსურდი, მაგრამ დავეთანხმებოდი იმაში, რომ რაღაცები შეკრიბა. ანუ რაც შეკრიბა, ეს არის დიდწილად მასზე ქონდა გავლენა ბუდიზმს, ჯაინიზმს ქონდა, ბრაჰმანიზმს ქონდა, გრამატიკის სკოლას ქონდა გავლენა, ძალიან ბევრი, ანუ რაღაცა შეკრიბა ინფორმაცია და მაგრამ ეს არ არის მხოლოდ იოგასთან კავშირში. კი ბატონო, ანუ უპანიშადური იოგებსაც დაეყრდნო, ხო, კათა უპანიშადის იოგას განმარტებელს ვარაუდობენ, რომ ბჰაგავად გიტასაც დაეყრდნო, რა თქმა უნდა, ვედებსაც იცნობდა. კი ბატონო, მაგრამ 1800 სკოლა იოგასი არსად არ არის და ის რაღაცნაირად აი უფრო არა მხოლოდ იოგას ეყრდნობა, არამედ სხვადასხვა მიმდინარეობებს. ჯერ რომ ნახოთ, ანუ სადღაც რავია, 200-მდე ტერმინი თვითონ ბუდისტური ტერმინი არის და ბუდისტურ მედიტაციას ზის ერთ-ერთში და and made it into Ashtanga yoga, that is 8 limbs of yoga. Everything falls into these 8 limbs. So from then on, he was considered as the father of modern yoga. In India, modern means 3,200 years ago. ხო, ესე იგი, ეს მოათავსა 8 იოგას 8 ასპექტშიო, კი ბატონო, ანუ იოგას სისტემა აქვს ეგეთი ნამდვილად პატანჯალის და მას უწოდესო თანამედროვე იოგას მამაო. ეგეთი ტექსტიც არ არის, რომ თან იმ პერიოდში ძალიან ცოტა წყარო არის თვითონ პატანჯალიზე ცნობილი და უბრალოდ არ არსებობს ეგეთი წყარო, რომ მას უწოდებენ იმ დროს, აი მიახლოებით იმ საუკუნეებში თანამედროვე იოგას მამას. და ინდოეთისთვისო, ესე იგი, ცოტა დაიტრაბახა, რომ 3200 წელი თანამედროვე იმ დროიდან მოყოლებული თანამედროვე არის. ისევ 3200 წელი. საიდან არის ეს 3200 წელი? მეც მითხარით რა. Okay. So, he is known as the father of modern yoga. The word modern was used at that time. They said Patanjali is the father of Navina yoga, that means modern yoga. But we continue to use the same word even today after 3,200 years ago because he did not reinvent, he only assimilated. Because it had become too specialized and broken into too many parts, he kind of put it back. ხო, შეგროვებით, ანუ ამას კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ შეაგროვა, სისტემატიზაცია უფრო გააერთიანა სხვადასხვა წყაროები, მაგრამ ძალიან ბევრი უზუსტო ინფორმაცია. Back into one place. სულ ეს იყო. ხო, უბრალოდ ერთ რამეს დავამატებ, რომ საერთოდ შივასთან დაკავშირება იოგასი, თუნდაც ხათხა იოგასი, თლად ზუსტი რაღაცა არ არის და რატო? როგორც თქვი, ვედურ პერიოდში შივა არ იყო მნიშვნელოვანი ფიგურა და იოგა მასთან კავშირში არ იყო და ის ვიშნუსთან ერთად წამოიწია შუა საუკუნეებში, როგორც ცენტრალური მნიშვნელოვანი ღვთაება. შაივა ტანტრები გაჩნდა, მასზე შივაზე მედიტაციის ფორმები,
მაგრამ აი რაზეც თავიდან საუბრობს, რომ თითქოს აი სხეულის მეცნიერება და ესეთი რაღაც არ უხსენებია, მაგრამ ეგ ჰათჰა იოგა არის, ანუ ეგეთი იოგა, სადაც სხეულის მექანიკა და თქვათ ჯანმრთელობის თვალსაზრისით თითქოს ანატომიაც არის განხილული. ეგ იოგა საერთოდ რაც წყაროები არსებობს არის ჰათჰა იოგა, არის მე-11 საუკუნიდან რაც ჩვენ ვიცით და ეს არის პირველი ტექსტი მე-11 საუკუნეში, ეს არის ამრტა სითხი. აი შეგიძლიათ დაგუგლოთ, რომელიც ჯერჯერობით რაც ჩვენთვის ცნობილია, ყველაზე ძველი ტექსტი არის და არის არა ჰინდუ ტრადიცია, არამედ არის ბუდისტური, ანუ ვაჯრაიანა ბუდისტური ტრადიცია არის. ანუ იოგა არ იყო, ჰათჰა იოგა არ იყო თავიდან მიკუთვნებული ჰათჰა იოგა თავიდან არ იყო მიკუთვნებული შივაურ ტრადიციას და უკვე შემდგომ პერიოდში, ანუ 1-2 საუკუნის შემდგომ უკვე როგორც ჩანს ჰინდუ ტრადიციამ გადმოიღო ჰათჰა იოგა და შემდგომ იქცა ეს არის მე-13, მე-15 საუკუნე, ახალი წელთაღრიცხვით, ანუ სულ რაღაც 5 საუკუნის წინ. და ეს როგორც ახლა უნდა რომ წარმოაჩინოს, რომ ადი იოგა რაღაც ათასობით წლის წინ და შივასგან მოდის რაღაცა, ну რა ვიცი. ხო, მოკლედ ჩვენ გვაქვს კურსი, სადაც მე ვასწავლი იოგას სუტრას. ანუ მე ვარ იოგას პრაქტიკოსიც და ვარ დაინტერესებული იოგას თეორიით, უკვე წლები არის და ანუ იოგა არის გონების შესახებ მოძღვრება, ეს შემიძლია ვთქვა. მას აქვს თავისი ფსიქოლოგია, თავისი მოძღვრება კარმის შესახებ, თავისი შეხედულება სამყაროზე, რეალიზმზე, ანუ გარე რეალიზმზე. მას აქვს კავშირი გრამატიკასთან, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი კავშირში არის მანტრებთან და ასე შემდეგ. მოკლედ, ვისაც მართლა გაინტერესებთ სერიოზული ინფორმაცია და არა დაუშვათ რაღაც ესეთი ზღაპრები, ხო? შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ. მადლობა ყურადღებისთვის.